ნიკა, დიდი მადლობა ინტერვიუზე რომ დაგთანხმდი. ყველანი ველოდით რომ ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები შენი გათავისუფლებით დასრულდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. იმის მიუხედავად რომ ევროკავშირიც თავიდან ითქვა თითქოს მზადაც იყო გადაეხადა შენი გათავისუფლებისთვის. ეს შენი პირველი ინტერვიუ იქნება ესეთი ხმოვანი ამ ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ და როგორი იყო შენი რეაქცია, როცა აღმოაჩინე რომ ჩაიშალა სავარაუდოდ შენცელოდი გათავისუფლებას. ეხლა ჩემი პირადი პოზიცია ძალიან კვეთი რომ ახალი არჩევნების ან მასთან რაიმე მედიტირიანი სწრაფი მისასვლელი გზის გარეშე ხო ეხლა ჩვენი ძვირფასი და ერთგული საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა რომელსაც ძალიან ვაფასებ ხო კრიზისის ამ დაღლების პროცესში იქნება სისიფეს რომ ანუ მათი მხრიდან უბრალოდ შედეგის მომტანი არის ანუ უდაბნოს მოწვის ტოლფასი იქნება ნამდვილად ამის მჭირა აი კანეთ გძნობრო ეს ასე იქნება არჩევნების გარეშე ქვეყანაში კლიმატი ვერ შეიცვლება და მგონი დღეს ეს ბავშვს კი ესმის ამ ქვეყანაში და მე მგონია კი არა დარწმუნებული ვარ ოპოზიციის ბრძოლა არ არის ბრძოლა ბრძოლისთვის ხო ეს არის სახელმწიფო სასარგებლო შედეგზე ორიენტირებული ბრძოლა, შედეგზე გაწოლილი ბრძოლაა და არა ბრძოლა ბრძოლისთვის და ამიტომ მე აზრს ნამდვილად ვერ ხედავ ისეთ შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე, სადაც უბრალოდ არ იქნება თავარი ახალი არჩევნები, რომელიც კრიზისს დაძლევს. ან როგორც ვთქვი, ნებისმიერი სხვა არჩევნების მისასვლელი გზა, აიმე ალტერნატივა. მაგრამ აი ნიკა, სიტუაცია ისე მიდის, რომ ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება მაქვს მხედველობაში, რომელიც ეხლახანს გაკედა, რომ შესაძლოა საერთოდ ფინანსური დახმარებების შეუწყდეს ქვეყანას, მოყვეს ეს შეწყვეტა ამ ჩაშლილ მოლაპარაკებებს და უნდა თუ არა შესაძლოა ხელისუფლებას მოუწიოს შენი გამოშვება. თუნდაც ისე, რომ ვიღაცამ გადაიხადოს გირაოსთან ხაი ხო გამოჩნდა ადამიანი. ფართოდ მեղიმება, როცა ვიღაცა ამბობს გირაო გადაიხადოსო. ერთი გირაოს გადახდის ფორმალური მოთხოვნა აღარ არსებობს გირაოს ამბავი წასუჩაბარდა ანულირებულია პატიმრობა მოხ შეფარდებული და ეს ვერ გაიგეს ამდენი ხანია ამას თავი რო დავანებოთ გირაოს კი არ ითხოვენ ხარკსაც კი არ ითხოვენ აი კლასიკური გაგებით გამოსასყიდს თხოვენ თავისუფლებისთვის ხოთო ხალისო ასეთ ვითარებაზე რა ჯერეთი რა გამოსასყიდი გადავიხადო უნდა გამოსასყიდის გადახდა კი არა უკანონო პატიმრობაში ვარ და შესაძლებლობა რომ მომეცეს ციხიდან გამოვიქცეოდი ნამდვილად პროტესტის ნიშნად ამიტომ უკანონო პატიმრობა ხო ისევე როგორც უკანონოდ დაკისრებული რაღაცა გირაო არ გადავიხადე ხო ამაზე ვფიქრობ და არა გამოსასყიდის კი მაგრამ აი რასიზა უეცრად საკანში ვინმე რო შემოვიდეს და რო გითხრა რომ გადახდილია შენი გირაოს თანხა ის კაცი რო გამოჩნდა ამისი საფუძველი არ არსებობს ანული წასულს არის პატიმრობა შეფარდებული ესეთი თან ნახეთ გამოსასყიდით რასე უნდა გამოსასყიდით იყიდე თავისუფლებაო და თან ისეო რომ აი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ამეთახები ალბათ ხო უკანასკნელი უმნიშვნელოვანესი თარიღი 20 ივნისი გამაყალბებინეთო რა ავაყალბოთ 20 ივნისი ანუ ანტისაოკუპაციო აქციის შინაარსი შევცვალოთ და 20 ივნისის მაგალითად თავისუფლების მოყვარე პატრიოტებს დამნაშავეებით დავარქვათ და დამნაშავე ხელისუფლებას არა ივანიშვილის პირად მსვლელებს და ასე შემდეგ პატრიოტები შევარქვათ ანუ ისტორიამ ეს ამბავი ასე შემოინახოს მინიმუმ ასე გაივლაროსო რა თითქოს ოკუპანტი გავრილოვი მართალი იყო და ჩვენ მწვანე მოკეთ აი რასეულებია ფული გადაიხადეო მე პარლამენტში შემოდით და 20 ივნისზე ამნისტიას ხო აი ეს უნდა მეკითხა ზუსტად ამნისტიასთან დაკავშირებით მეტად პრინციპი გირაოს უკანონო გირაოს არ გადახდაზე მეტად პრინციპული არის რომ ჩემი თავისუფლება გაიცვალოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღში და ისტორია ამით გაყავდეს რა. აი ნიკა ერთი წუთით რა, ერთი რაღაცის დაკონკრეტება მინდა. უცბად რო შემოვიდნენ და რო გითხრა რომ უკვე ვიღაცამ გადაიხადა. აი მერე რასიზამ არ გამოხვალ? გამორიცხული არის.
ეს ვიღაცა ვერ იქნება ჩემი კეთილი მოსურვე და ვერც ამ ქვეყნის კეთილი მოსურვე. არ გამოხვალ? როგორ ტექნიკურად ახდებოდა, როგორც დამიჭირეს, კეთილი ინებოდა ისე გააღო კარები. ყველა სხვა დანარჩენ პუნქტზე შეთანხმდნენ მე ხელი შეხვშილი ფაქტორი არ ვიცნები, ბუნებრივია. შემოინახო ბოლოს, ჩემით კი არ დაიწყო. ბოლო იყოს ჩემი. ჯერ არჩევნები, იგივე სასამართლო, იგივე ძალაუფლების გაყოფა, აი რა პუნქტებიცა და ჩემი იყოს ბოლო. მე აქ იმისთვის არ მოსულა ინგა ციხეში ჩემი ბრძოლისთვის არ არის და მე არ ვარ ბრძოლისთვის. მე ვარ ბრძოლაში, რომელიც მიბათლა იმისთვის არის. ჩემს თავარ მიზანში ჩემ თავისუფლებას არ გავსვი. ან როგორ უნდა ჩავხედო იმ ადამიანებს, აი ხა წარმოიდგინეთ 20 ივნისს იმ ერთი თვალი რო დაუტოვეს. მესმის აბსოლუტურად ჩემთვისაც სრულიად გაუგებარია ამ ამნისტიაზე ლაპარაკი სამართალდამცველებზე და სხვებზეო და არც ერთი სამართალდამცველი არაა დასჯილი. ნახეთ, თან რო იყოს ფორმალურად მაინც მეორე მხარეს ასე თქვათ გამოკვეთილი დამნაშავეები, აი ეს სპეცნაზელები დათავეს და ვიცოდე ვინ არის დამთავრდა და ასეთ დროს თქვათ რომ მოდი ეს შევწყვიტოთ კიდე რაღაცას ვიფიქრებდი ხო მაგრამ ეხლა უნდათ რომ ვაღიარო ის რაც მე არ ჩამიდენია ხო 2 წელიწადია სახელმწიფო დედავებიან და პროცესი არ ჩაუნიშნიათ ამ პროცესს რატო არ ნიშნავენ ამდენი ხანია უკვე პოლიტიკოსი ერთვენახევარია ციხეში და პროცესი არ ჩაუნიშნიათ ამიტომ ეს არის გამორიცხული კი ბატონო ამნისტიის კანონის ინიციირება თუ უნდათ მოახდინონ უბრალოდ ამას ეს არ დაუკავშირონ 20 ივნისს მოდი ერთს კითხავს რა დოკუმენტში რომელიც ევროკავშირმა დადო ეწერა რომ გამოცხადებოდა ამნისტია ამ 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულებებზე შეგეხებოდა შენ გამოხვიდოდი მაგრამ აი ამ ამნისტიაში არ იყო მექანიზმი ამნისტიაში კი არა მოლაპარაკებების დოკუმენტში რითიც გამოვიდოდა გარეთ გიორგი რურუა მე წავიკითხე Facebook-ზე შენი განცხადება და არა სხვა რამეს გეკითხები ანუ შენ გიშვებდნენ და რურუას ტოვებდნენ აი ესეთი გეგმა ეს გამორიცხულია მე უნდა გავინახო გიორგი რურუა გამოშვებული ციხიდან უკვე აი 224 საკითხი დავინახო და ამის შემდეგ დაიწყო ჩემზე საუბარი მე ხელისშემშელი ფაქტორი შეთანხმებაზე არ ვიქნები მაგრამ ჩემით ნურავი მოვივაჭრებს ანუ გულისხმობ ქართულოცნებას დიდი მადლობა ყველა ოპოზიციურ კოლეგას მეგობარს მე ნამდვილად ბოლო პერიოდის განმავლობაში მე ნაციონალური მოძრაობის არ ვამხოვანებდი გულსხმობ გეონებით არასოდეს საერთო ოპოზიციური ინტერესებიდან ამოვდიოდი მაგრამ საბოლოო სიტყვა რახან მე მეხება ხო ჩემ გათავისუფლებას ეხა ხო მე მეპუთნის მოძნებელი არის მე ისტორია 20 ივნისს დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი თარიღი მძიმე მაგრამ უმნიშვნელოვანესი სადაც ერმა თავისი სიამაყე დააფიქსირა ხო მე გავაყალბებიო იმიტომ რომ გამოვიდე უბრალოდ ქუჩაში მესმის დავდიალობდი ქუჩაში და ბაკო გომური რო შევხვდება და გიორგი სულაშვილი ქუჩაში დავინახა რომ გადავიდე მეორე მხარეს ყველაფერს დავიდე გამორიცხულია ამნისტიის ინიციირება მოახდინა თუ უნდა თუმცა 20 ივნისს და მეტიც გვარამიას უნდა შეიყვანონ რატო ცენტრის მამაც უნდა შეიყვანონ ბადრი ჯაფარიძეს უნდა შეიყვანონ და მაუკა ხაზარაძეს იმიტომ რომ მე გამომიხსენე პირობითად ხო იმიტომ რომ ხო დაუშვათ როცა ხვალწუხზე და მაზექ მე მათ დაიჭერენ და მათი გაპროტესტების პროცესში მე ისე დამიჭერენ. ამიტომ ეს დევნა უნდა შეწყდეს. კომპრომისი ჩემზე არ გაკეთდება. ახალი არჩევნები არის ის იდეა, რატომაც მე ის უსამართლო 1 ნოემბერს მოვიხსენე, იმიტომ დამალეცეს თავზე გზაში საარჩევნო უბნები და იარაღებით დამარბიეს. და გავაკავდა არა მარტო გზაში მოხდა ეს 20 ივნისზე ვლაპარაკობ და შენ ციხეში ხარ და ამ დროს ხდება ცნობილი რომ გიორგი გახარია აპირებს პოლიტიკაში საკუთარი გუნდით შემოსვლას და შენი პირველი რეაქცია როგორი იყო ეს რომ მოისმინე და რა სიტყვი აი ამ გადაწყვეტილებაზე ეხლა ვინაიდან დრო ცოტა მოკლედ ვიტყვი ბატონი გახარიან თუ ის პოლიტიკაში აპირებს მოსვლა უნდა თქვას აი ეს რომ მოვისმინო ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი რომელიც ივანიშვილის ოლიგარქის პირადი მცველია ვის ექვემდებარება
რესურსის ხელმძღვანელი ვის ეკარება? ვინ არის ფარცხალაძე და ზოგადად რა წესყობილება გვაქვს ოლიგარქიული თუ დემოკრატიული? იმიტომ რომ ან გვაქვს ევროატლანტიკური მისწრაფებები ამ ქვეყანაში, ან ავტოკრატია, ხო? ან გვაქვს ოლიგარქია, ან დემოკრატია. ორივე ერთად ვერ თანაცხოვრდება, ვერ მუშაობს. ეს ხო აქსიომაა. და ეხლა თუ გამოვიდა გახარია თქვა რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც ეს ასე ეთანხმები და ფარცხალაძეა და მუხტალიო და გაიტაცეს ეს მოხდა ის რომ მოკლეს ეს მოხდა აი ხო თუ ამ ხელს ნამდვილად ივანიშვილს ეს აბსოლუტურად სხვა სცენარიოა ამით დაველოდოთ რა ხდებოდა როგორ ხდება რაში ეჭვი მეპარება მაგრამ დაველოდოთ ანუ ეს რო თქვას მაშინ შეიძლება მიიღოთ უკვე ის როგორც პოლიტიკური ფიგურა ოპოზიციურ ველზე რა უგზავნო პოლიტიკაში ასე თქვათ თავი პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს რეალურად იყოს ადამიანი პოლიტიკოსი თუმცა ძალიან ბევრი ხო ვინ დათხარა თვალები 20 მილის თავარი ვინ გასა ბრძანება შე როგორ ფიქრობ ვინ გახარიას ბრძანება იყო თუ ვისი ეხლა გახარია ძალიან მძიმე ცოდვებს რა მოდით ეხლა სიმართლე თქვა ძალიან მძიმე ამ ყველაფერზე პასუხს მოვისმენ შემდეგ გავაკეთებ ჩემს ტიბერის ვიზიტთან დაკავშირებით და ბოლო დღეებში განვითარებულ პროტესტთან დაკავშირებით მაინტერესებს შენი პოზიცია ალბათ ძალიან ძნელია ციხიდან უყურო გარეთ როცა ასეთი დუღილია პროცესების კი არაფერი ეხლა ბატონს ძალიან სწორი რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას ეხლა ბატონი პოზნერი არ ჩამოვიდა როგორც ტურისტი როგორც ოკუპანტი ჩამოსული რესტორანში და ასე უყურებს და ნუ სხვაგვარი დაწუნებული რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც კი მიეწამა სამოქალაქო აქტივისტებს და დაწუნებული ვარ რა ავარია ბოლოს ვიზმ მეგონი მეტი შევა კი ბატონო დავით ცდილობების პირასინგა და ეს უნდა ვიცმულოთ დღეს ზუსტად არის ესეთი რეალობა არის რა ვიქნებით პრინციპულები მოვიპოვებთ თავისუფლებას ღირსებას წარმატებას და აუცილებლად მალე დადგება დღე რომელიც აი ჩვენი ქვეყნის ბედისწერას შეცვლის ეს უნდა დავიჯეროთ